აი, ცეცხლი ჭამეთ თქვენა, ცეცხლი. მამინდომეს აქ ქალების კასტინგი. გამამივიდნენ ახლა ესენიც, დოჩე და ბაბანა. რა ბაბანა, ქალო, ვინ არიან იგენი? რა ვიცი მე როგორც არის. რა გინდა, ქალო, რა გინდა? მე კარგი ხოდა, შენ ძმაზეც ეჭვიანო? ჰა? აცალეთ დამკაცსა კაცო, აცალეთ. იქნება მაგ კასტინგებმა აპოვნინოს საცო. გასტრონომის ქალი ჩემთედოს ოჯახში არ გამოადგება. შენ იცი რა გითხრა რა ჩემოსი დედრო? აი ახლა იცი რას გეტყვი შენა? შენა ახლა შენზე უფრო ღელამ, ვიდრე შენ აი ბოთაშვილზე, გაიგე? ხოდა გირჩენია რომ წყნარად იყო მანდა. ეგ მე ვიცი. ეგ მე ვიცი, იცოდე და იყავი. ისე რა თქვენი საქმე ახლა მოგელი ვის დააყენებს დახში გამყიდველად. ადამიანო, ცოლი არა ხარ კაცო. ხო, კაცმა დე მეყავარე თუ არ დავხმარებოდით, თანაგიდან აი კასტინგით ამეთქი კაცო. მართლა იქნება რა მოგამოვიდეს, აი ემასა. შეგიძლია შიშავე ბარტყივით რო ილუკმები. ვერა ხედავ მიტევენ დე მეხმარე. ო, შენ გიტევენ და მერახმა უნდა ამოიღო კაცო. თედო თუ დავთ მიხოი, გაიგე თქვენა. აჰა, იჟე შუბერძალი. ჩვენ კი არა და შუახნის კრიზისი გიტევს მიხოშენა, შუახნისა. რა მითხეროეთ ვერ გავიგრასანიშნავს. შენა ცოტა წესიათ იყავი, გაიგე შენა. მე რა კრიზისი და ის ამაკ ძალიან კარგი საწამაკ და როგორ წამაკ. უყურ ერთი ამასა. კრიზისი კი არ მოგავკრა კედელზე მივეჭობი, შეშობეძაღლო შენა. უყურ ერთი ამასა. წავედი მე კიდე უნდა დაიკარგო მის. სულ უნდა დავიკარგო? თებერვალია უკვე, ნიორი უნდა მოვბარო. სანივრიაკ დასაბარი ბიჭსა, სანივრე. ო, სანივრემა დასაბარი. აი ზუსტათაცარო, ნიორი უფრო გამოადგება ოჯახსა, ვიდრე ზოგ-ზოგიერთი სიდედრი. წაველი მე. უყურე ამასა. მამისმინი. ხო. ზიან მხარესა მალფუჭებადი პროდუქტები არ დაალაგო. 260. ეგე ჟმოტ ზაურასა. ზეხვები ფანჯრის კენედო. მერე დოქტორსკი კალბასი აფეთქდა და მთელი კლიენტები დაწუწა. გასწრებია გოგაცო. ხედავ რა არის გასწავლი კაცი. აბა მე ამას როგორ მოვიფიქრებდი, ჰა? მალადაჩი, მალადაც. ნოქარზე რაკენი, არჩიე. ვერაფერი ჯე. ნამეტანი ძვის სიტყვენ თანხებს, ნამეტანი. ცოტაზე ვინც წამოვა, ესე იგი კპარამს. კარგი რა, ადამიანს თუ მოპარვა უნდა გინა ბევრი მიეცი, გინა ცოტა მიეცი, მაინც მოიპარავს ის. ო, მაგრამ ეგრე უფრო დიდი შანსია. არა, ამასე ბატონო გია. გინდა თუ არა, ქალი უნდა დავაყენო. დახშიო, დააყენე კაცი. კაცი რომ დავაყენო მე ვინ შემოვა მაღაზიაში, იანარო? მაღაზიას ახსნი თუ სტრიპტიზ ბარს. მე მაღაზიას ნიგინაცვალი, მაღაზიას, მაგრამ სად რომ ახლა კაცი შეგიფუტავს ნავარს უშინად და სად ქალი რომ შეგიფუტავს ნავარს კოხტეტელი ლამაზად, ჰა? რა ადგინა ისქენი? რას ვაკეთებდი? გასაკეთებდი და გიწელი აგე. ო გამარჯობა კოლაო. გამარჯობა მეთქი კოლაო. არ გელაპარაკები მე შენა. რა თავი თუ? რათა და გოგოები კასტინგი რო ჩაატარეთ იქა. რათა და მიძახეთ. ო, კინაბეტონი რო წამოსაღები კარგად მეძახეთ. ბიჭო, წესია ძმაო ეგეთი. სამი კაცი უნდა იჯდა ჟიურიში. თანა იგეთი გოგოები იყვნენ, დედა მოვა, შენ რო იქ ყოფილიყა ოჯახი დეგენგრეოდა. თუ ეგეთები იყვნენ თქვენად არ დაანგრიეთ ოჯახები. როგორ არ დავანგრიეთ? ეგე მარო მიხოზია გაბრაზებული. მე კიდე ეგრედაც დაანგრეული არა მაქვს. შენ კიდე იქ რო ყოფილიყავ ძმაო, დამიჯერე. სულ თავზე დაგალეწამდა ნანულა, რაც ოჯახში ჭურჭელი გაქვთ. ანუ რა გამოდის ახლა რა, მადლობელი უნდა ვიყო? წეს თუნა იყო, მაგრამ აბა შენ მაგდენის ზრდილობა ვინ მოგცა? აი კაცო რა. ბიჭო. ანა კიდე რა მიგვის? რა მოიგონა მოგელა, მაგრამ მაინც და მაინც ქალი უნდა იყოს გამყიდველი. ბიჭო, კაცი რო იყოს. იყო, განა არ იყო, მაგრამ მან და ბიჭო გამოთვლებზია ლაპარაკი და აბა შენ მათემატიკაში რა ნიშანი ყავდა? კაი ძმურათ რა, ვიღამის ის მაღაზიაში ქვეშ მიწერის მიმატება გამოკლება. კალკულატორი ისთვის არსებობს. თანა კიდე სანდუკაცი ვარ. ვინ არის ბიჭო სანდუკაცი?
შენ ახარ სანდუკაცი? აემნივაი რო 2 წუთიან ამიცა რეებს ილაპარაკებდა ნეტა მოგასმენინა რა. სულ შენგან არის ეს გაძარცული. ნეტა რა მოვიპარე აბა ერთი მითხარი. პალცები, კალკულატორი, ტრუბკები, სვეჩები, გავაგზელო? ბიჭო, ერთი კითხარი კაცო რა ჩამოარაკაკე ყველაფერი, ვა. წავალ ახლა მე. მოგელასანა დაველაპარაკები, დავიწყებ მაღაზიაში მუშაობასა. ნისიაზე არ დაგინახო იქ ამოსული შენა. აბა შენიცი. მოგელისა უმარჯოს, მოგელისა. შუაგულკახეთში ჩამოსულ მეგრელ ინვესტორსა. მოგზადები ბატონო კონია. რავი არამიშავრა. ბიჭო. ხო. ერა მაგარი მაღაზია გაგიხსნია მაგიდე დავარ. რამის ნისია ავიღო უკვე. რასამა ბიჭო? ჯერ არ გამიხსნა და უკვე ნისიას იღებ? ბიჭო, გეხუმრე მარკრალია. თუ გეხუმრე ხო. შენა, თურჩევა გინდა? აკა ნისია არავის მისე, გაიგეშე. ხო. თორე ერთში დაგახურინებენ მაღაზიასა. არავინ არ მოგიტანს უკანა. ნამდვილად სწორი რჩევა მომეცი თქვენ. გაბითვალისწინებ მე მაგაბას ბატონო კონია. კიდე გინდა რჩევა? კი. ო და აგერა ჭერზე. ლენდი ჩამოკიდე. ბუზები რო ეწებება ზედა, ხო იცი? ხო. ო და დიხლაპოსის გაუშვი. არცუნი შეგაწუხებს ზმაო და არზუზი. კარგი აზრია. სწორად აზროვნებს შენ კოლას ვენაცვალე. მომწონს ეგ ამბავი მე, მომწონს. კი. მე კი ვაზროვნებ სწორად ეს გენიოსი კაცი მოგელ მაგრამ ხო. დამფასებელი არ ამყავს ზმაო, უმუშევარი ვარ. რას ლაპარაკობ კაცო? ო, შენ და უმუშევარი? და მე შეხა უნდა გავიგო მე რე? რას მილაპარაკები ეს? რა მითხარი კოლას ვენაცვალე, ა? ო, როგორ ახლო მიიტანე გულთანა. მე შაგილია გამოასწორე ყველაფერი შენა. როგორ? დამაწყებინე მუშაობა შენთან რა, დავარ ვეყიდი, მაგიდე დავატირე. შენ აქ იკადრე კოლას ვენაცვალე მუშაობას. გამყიდველად. დენას არ უდირებ. კარგი. აი დავუშვათ შემოვიდა კლიენტი. ხო, და იყიდა 12 ლარის და 80 თეთრის პროდუქტი. იყიდა, მოგაწოდა 20 ლარი. მომაწოდა რამდენი უნდა დაუბრუნო ხურდა? 7 ლარი. და რა უყავი 20 თეთრი? შენა ბიჭო როგორ ნახავდა? ხო, კარგად ავარ. 20 ლარში 20 ცენტი არ დამჩეს, მაგიდე დავატირე. ჰა, 1% ასულა. 1%-ია კაცო? მაშ, და ესე იგი რა გამოდის რომ შენ პროცენტებშიც კარგად ერკვევი, ხო? როს პია ვერ ყვევიო. ვიფიქრებ ამაღა მე შენზე. ამაღა მიფიქრებ ჩემზე? ბიჭო, მე გეუბნები როგორც კანდიდატურას ისე ვიფიქრებ მეთქი. გამის დაგული კაცო. ხო. შენა, ხო. მე თუ დამიჯერებ. თვის ბოლოს აგერა, ჩიხი ბოლოს გაგახსნევინებ ერთ მაღაზიას და კიდე. მე კიდე თუ დამიჯერებ უფრო მაგრად. ხო. ქსელს გაგაკეთებინებ შამოსასა, ხო, შამო ჰოლდინგი, როგორია აბა? მაგარია ბიჭო, გაბაშრია ატალში. და გადრიალებდა რა. ბიჭო, ხო. ჯორჯი გაძვირდაო და მართალია. გაძვირებულა კი ნამეტანი. ო, რა სიმძიმეებია ესენი. ხო, ამას დიდი წონაა. ო, ბიჭო, ეს რა არის ეგ? კუდი ყოფილა, ხო? კუდი? ო, დავედი მოგელაბა შენის მაგრად იგავი ზმაო. აბა დარმატებები. კარგად კოლას ვენაცვალე. სევაიდუ მინდა, აბა მიდი ჰე. ისე რა სიტყვი მარო, ჰა? მაღაზიაში რო დავიწყო მუშაობა. მოგელისა მოეწონება ჩემი კანდიდატურა, ჰა? რა ვიცი, აბა მოგელისა რა გითხრა, მაგრამ მიხოს ძალიან მოეწონება. თარბით უმეტეს თუ 24 საათიან რეჟიმში იმუშავებ. კარგი რა, დედა, შენი ჭირიმე რა. ქალს ამდენი ბიზნეს გეგმები გაქვს რა, მაღაზია არის, მაღაზია. აი სახში ჯდომასა, არაჯობია გავიდე და ცოტა გავერთო, ჰა? რა ვიცი, აბა მაგისთვის შენ ცალკე მეწოდები და ხალხი კიდე ცალკე. რატო? ხალხს რა აქვს შვილო საწოდავი? ასამობ, დედა, შენ რო ხედავენ ხალხი ღობის უკან იმალება და დახში რო დადგები, იქ შემოვა ვინმე? მიდი გააგორე. მართლა შვილო, ეგ ეშინიათ ჩემი. ისე ერთი პლუსი კი აქვს მაგას, ხო იცი შენა, გო? ნისიებზე შემოსვლას იქ ვერავინ გაბედავს. კარგი გოგო, აი ეგ ხა მაკლია, ეხლა მოგელას ვემსახურო რა. ო, მარა, თან კიდე მაგას იცი როგორი ქალები უნდა, რომ ის ხანდახან ხელით მაუფათუროს ხოლმე. რასთან გოგო? ვის უნდა მოუფათუროს, ანუ სად უნდა მოუფათუროს? სულში. ეხლა ვითომ ვერ ეხვდები სადა. მიდი გააგორე მეთქი. ხო? რა იყო გოგი?
იგრე ვთქვი. ნუ იცი ხოლმე შენა ეგრე? იგრე ჩავფიქრდი მეთქი კაცო. აი ძებო, რატო ეუბნები ახლა მაგაი მამას? ეხლა შენა კიდევა. მიდი ახლა გააგორე. ეგ მე ვიცი. Если იგი 94 плюс 780 плюс 3% კაცო რას ლებოროკო მაგარი იქნება არა 4 ჯობი 4 იქნება ნამეტალიკაი აი დავაწყობ მე მაკარონს აქეთ გადმოვიტან წვენებს და ალკოჰოლურ სასმელებს კი ასი აჯობებს დავდილად გამარჯობა. ხო გავიგე გამყიდველს ეძებთ. კი ნამდვილად დავაკონკრეტებ. მაღაზიაში პროდუქტების გამყიდველზეა ლაპარაკი, ხო? აბა ეს სამშობლოს გამყიდველი რა თქმა გაწონია უი, რა კარგი იუმორი გაქვთ. დიდი მადლობა თქვენ ალბათ იმიტომ მოგზანდით რომ ვინმეს გაუჭერთ რეკომენდაცია ხო? თორემ ამისანან ლამაზი და ანგელოზივით ქალბატონი გამყიდველობას იკადრებთ მე თავმდაბალი ქალი ვარ საერთოდ. ძალიან კეთილი და პატიოსანი ქალბატონო ნაირა. ქალბატონი ნაირა მოგელი მანია ძალიან სასიამოვნო. მოგზანდით დაბზანდით გაიხადეთ კაცო გავიხადო? ის მოგაცია ცოტა ნაჩქარები მომივიდა ის გავიხადო კი არა და მე შუბაზე ფიგურისყრე მე შუბაზე აჰო. აგე დაბზანდით კი ბატონო. ვაი фета ისე სამუშაო გამოცდილება თუ გაგვთ ხალბატონო მაქვს კი. მიმუშავნია ბევრ მაღაზიაში. შემოდი ზაურისთანაც არა, მაგასთან არა. ხო აბა სხვა მაღაზია ამ სოფელში რომ არ არის აქ არა. თელავში, თელავში. ბუდაპეშტში და ბუდაპეშტში. ვორონეში. ვორონეში? უე, კარგია, მაგრამ თქვენ ისედაც ძალიან სასიამოვნო მონაცემები გაქვთ. რას გულისხმობთ? ღიმილს. ღიმილს გულისხმობ მე ღიმილს. ღიმილი პირველი არამაც უნდა გაყიდოს პროდუქტი. აბა? მართალი. კი. მაგრამ პროდუქტი ჯერ არ მიგიღიათ. როგორ არა კაცო? თავარი პროდუქტი აგიზია. იმებეთ. ვაიმე, შამპანი. ხო. კი. ჩვენ ახლა ვიწრო წრეში აღნიშნოთ პრეზენტაცია. გრანდიოზული მე მოვაწყობ მე. რანაირი ხარ? ახლა ქალბატონო ნაირა. 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 რა კარგი ხართ ყველა. ნაირად. ესეც ეგრე ხო გითხარი რომ მოგიგებ მეთქი და აღარა ჩერდები და კარგი აბა ეხლა რა გავქნათ ვიხოს მოსვლამდე რა მოვამზადოთ მე ჩემ გოგიას უყვართ ყაურმა და მიხოსაც უყვარს ყაურმა ხო არა მე უფრო მსუბუქსა ვფიქრობდი რამეს აი რაღაცა სალატიკებზე გადაიყვანე შენ მიხო და კიდე გიკვის რომ რათი გიდებაო ეს გამარჯობათ მოყრებო გაგიმარჯო მოდი ფირუზ მოდი რომელი მოყრები ჩვენა ვართ ჩემი ყოფილი რძლის ქმარი ხარ სანამ ჩემი გოგო და შენი მუტრუკი ოფიციალურად არ გაშორდებიან მოყრები ვართ თუ არა რომელი მტერმე ვარ მტერი არა ხარ მაგრამ რაღაცა იცი თბილად მოხვედი რომ რაღაცა გენდომება ო სათხორი მაგ მიხო სახშია არა ვენახშია სანივრეს აიბარავს სანივრეს ო კაი მაშინ საღამოზე ვნახავ ისე თქვენ შეიძლება დამეხმაროთ აბა
რეკომენდაცია მჭირდება. ვისთანა? თავარ მართებელთანა თუ გუბერნატორთანა? არა, მაგდონეზე ვერავ გაჩავჯერა. აი, მოგელა რო არა, მეგრელი. გავიგე რომ მაღაზია გაუხსნია და იქნება მომარაგებლად მიმიღოს. ჩემი ტრაქტორით დილაობით პროდუქტი მიუტან ხოლმე რა. როგორ არ აქცხვენიან ბიჭო? რაც შენი ტრაქტორით ფულს აკეთებ? არა ყოფნის ნაირასა? აი, წაგიგდო ლეკვივითა და გამუშავებს. ეხლა შენა ნუ იკაბინები რა ეთერადეით რა. ფირუს, მომარაგებაზე არაფერი უთქვია მოგელას, მაგრამ აი გამყიდველ ქალს კი ეძებს და ნაირა რომ გაუშვა მაღაზიაში გამყიდველად არა? რასო, მარო? ცო, დახში დავაყენებ? სახლში არ ივარგა და იქნება დახში მაინც ივარგოს. ისე პირისახე ლამაზია და მყიდველებს კარგად მაიზიდავს. ვიცა მისაზიდი იყო, უკვე მიმიზიდა მე ჩემანაირამა, გაიგე? შენამდე რამდენი ხავს მიზიდული? ახლა ნუ დაიწყე შენა რა, მეც მოვდიოდი აქ რა. წავალ პირდაპირ მეგრელთან მე. არის ესა რა. ცოლს დახში არ დააყენებს ბიჭი. აი, შენ კი დააყენებ, მაგრამ თვითონ დაყენდება რო. მე მგონი ცოტა დავითვერი. თანაც აქ ძალიან ცხელა. კი, მეც ცხელა კაცო. ამ ზამთარში თუ ასე დავწყებოდა, რას არ მოვიდგენთი? მოგელი. ბატონო, ყვავილი ვარ, ყვავილი. ძიებელი. რომელიც უწყლობით აჭკნება. აი, თითქოს ხო ბედნიერი ვარ, არა? მაგრამ არა. თითქოს რაღაცა მაკლია. ხო და რას თქვენ გაკლიათ ის მე მაქვს ნამდვილად. არა მე ვაკანსიაზე მიგულისხმე ვაკანსიაზე. ისე ცვირფასონაირა ნამდვილად გინდათ სადოთ მედი თქვენ ვაჭრობაში. კი. კი. სიყვარულში არ მიმართლებს და იქნება ვაჭრობაში გამიმართლებს. რას? მომიყევით ყველაფერი თუ შეიძლება რატომ არ გიმართლებთ დეტალურად? დეტალურად რა გითხრათ აბა? აი თითქოს ქმარი მყავს, მაგრამ არ უყვარხარ. როგორ არ ვუყვარვარ? ვუყვარვარ, მაგრამ სხვა უყვარს. ხო, არ ვუყვარვარ. მაგრამ ქმარს არა. მის შვილს. აი წარმოიდგინეთ ის გერია. მე კიდე დედინაცვალი და ის მეკცება დედინაცვალივით. თეთო ჩქიცოდა. რა ვახერი ყოფილი აქ თქვენი გერი. კიდათ მე შეხვდები და დამელაპარაკები როგორც საჭიროა. არა. მე ვასწავლი ჭკუას მაგას. ვაი მე რა საყვარელი ხარ. ისე გამოგიტყდებით ქალბატონო ნაირა და მეც არ მიმართლებს სიყვარულში. ამითაც გავართ ალბათ ჩვენ ერთმანეთს. ვაი მე რა საოცრება. კი მე ჩემ თავს მომსგავსებ პურს. პურს რომელიც ყველას უნდა. მასე დიდი მოთხოვნაა, მაგრამ იაფი კაცო. იაფი. ხო და თქვენ კიდე მახსენებთ ასანს რომელიც თითქოს ერთი შეხედით პატარა ნივთია, მაგრამ ხანძრის გაჩენა შეუძლია კაცო, ხანძრის. ხო და მოდი ამ ჭიქით იმ მაღაზიის სადღი გძილო ვთქვათ, სადაც პური და ასანთი ერთ დახზე იქნება. პოეტი ხართ, მოგელი. თქვენ უნდა წეროთ. ხამხამობით. გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. აჰა, გოგო. ცოტა მარილი დაუმატე. სუმარილო მოგდის რა გემართება რა. სად არის ეს მიხო ამდენი ხანი? კაცო, დავიჯერო ახლა ფარნიანი ნოკიის შუქზე ვარ არის? მაგასა იგრე უყვას მიწასთან მუშაობა რომ ეთყობა რომ ვერ შეელია. არ გინდა ახლა ეგ ცინის ვიდე და შენ შვილს მიხედე ისაჯობია 100 მეტრაში არ ეკარება თოხსა და ბარსა.
მე ჩემი შვილი ვიცის საჩიჩქედად არ გამიზრდია. ტრაშის რისხოთ ხო გაეზარდე. იგე მოგივიდა. მაიტა მაჭამეთ რაღაცა ძალიან ამშია. რას ამბობ შვილო? რეისიდანაც სულ ნაჭამი მოდიხარ და ხომ შვიდობა გაქვს? ჩაიშალა რეისი. ვიღაცა კატო გაურევნია ცემენტში და მთელი პარტია გაგვიფუჭდაო. რა სამონიო როგორ უზარალიათ. აი, ეკოლაც რატო იგეთი თარცი არა, რამდენჯერაც არ წავიყვანე რეისში, იმდენჯერ ჩემეშალა. ეგ თუ იქ არ ამყავ, არაფერი არ გამოდის. რას ამბობ შვილო? თარსი კი რა კარგი ფეხი ქონია. აი როცა მოვა, აქედან არ უნდა გაუშვათ. ვიცი, აბა ხარიქა ეხლა ვეცეთ, აბა დავიჭიროთ, აღარ გაუშვათ. თავი დამანებე შენერვებზე არა ვარ, ჯერ ისედაც მოწყენილი ვარ. რა იყო ბიჭო, რა მოგივიდა? მოგელამა ქალი უნდა იყო. მე მაგი გამოეხლა ამოღებულებ ვერ ჩავიზმევ და მოკლეებ და. ბიჭო, მთელი ცხოვრება ქალებ დავდეო და ეგე შენ შამჩი ხელში. რას ამოგაცო შენ რა? რა ვამბობ და იმავე ვამბობ, მაიტა დავლიოთ რა. არა, არ მინდა. ნარო არ მოვიდე. მაგასაც ახლა არ გაუკვირდეს. მოვა და ისიც დაჯდება და დალევს. არ მინდა. მაშ მტყუნის. შატერა გააკლია ჩემ გაუფეთურებულ ცხოვრებასა, ხო? მარო, რაღაცა გაისუნით გაზ და საკეთებ. ნეტა ცუდი როდის გამიკეთებია, დაჯიქი შენი მანდ. ო, მართალი ხარ. აბა წამაიღე რა გვაქვს. ხებადანა ნაირა. მე პირდაპირ კაცი ვარ. მე სულ პირდაპირ კაცებთან მქონია ურთიერთობა. მოკიბული ლაპარაკი მეჯავრება. დედა რა მიზანი ქონია მაგოხებს? ვის გულის ხმო? კუპიდურზე გეუნებით კაცო. იგივე ამურზე. პირდაპირ შიგ ჰორმონებში გამარტყა ის არის მე მგონი. როგორი პოეტური ხარ ბატონო მოგელი. პოეტური ვარ მე მაღაზიაში. და საძინებელში ვარ სულთან მეგრული ვეფხვი. ხო და ვინაიდან თქვენ მოკიბული არ გიყვართ? მე მაშინ პირდაპირ გეტყვით რომ მე აქ სერიოზული გეგმები მაქვს რაცო სერიოზული. ხო და აქ ვაპირებ ცხოვრებას და ოჯახის შექმნას. მერე გამოჩნდება ვინმე კარგი ქალი. გამოჩნდება? გამოჩნდება კი არა და უკვე გამოჩნდა. აგერან ხართ კაცო? ანუ ვიწყებ მაღაზიაში მუშაობას? მაღაზიაში მუშაობას კი არ იწყებთ და თქვენ ასევე მე მგონი პოლიცილის ქრობელიც ხდებით. ეგ როგორ? აბა როგორ და გადმოდით შევთან საცხოვრებლად. მერე ქმარი. ქმარი არ გვინდა კაცო დატოვე. დავდოვო რას ქვია მყავს და ყოლა არ ყოლა საკითხავი აი ეს არის. მე აქ სერიოზული დიდი გეგმები მაქვს კაცო. ხო და მინდა მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით იყოთ უკუნისამდე. ამინ. ტანო ბოდიშ გიხდით ხებადანა ნაირა დამავიც და სიტყვები ცოტა რთული სიტყვები აქვს მაგრამ ჩემ სიტყვებს უნდა ენდოთ. რა ხდება აქა? ვაიმე ფურუს. ეს არის ბიზნესმენი მოგელი მანია გაიცანი. მოგელი ეს არის მივხვდი მე ვინც არის. ეს ის არის ის რომ გონია და გუში რომ სხვარაბეს ფიქრობს მაგრამ მე რომ უნდა აუხსნე ეს ის არ არის თქო. რას მიაცრავს რომ შენ აქ ახლა მოდი რა გინდა მოდი. სად არის ეგაცი ამდენი ხანი? გაცივდა ყველაფერი და. მე რა ვიცი რა. ეს სკოლა რაღაცა გემექცა თუ მაინც უნდა დაიგვიანებოდა მიხოი. შამაწყვეტინაც დალევა შუაგზაში რა. უიმე დამეჩაგრა ბიჭი. მოვა მიხო და გააგრძელე მერე, ნუ სუწუნებ ახლა და ნუ წაიღე ტვინი. ჯო, შაწყვეტა არ მიყვარს თორე გავაგრძელებ, გან არ გავაგრძელებ რა. მოიდე ჯერ ჩემი სიძე. მოხედი მიხო? მაგრე არა, მარო. იქ უნდა დახვდე და კისერზე ჩემე ეკიდო. მეგრე აკოცო, მეგრე ამანაც უნდა გაკოცოი. მეგრე ეთერამ უნდა გაგიღიმოთ თბილად როგორ ყვარებიათ ერთმანეთიო. აი ეგრე ამერიკულ სერიალებში. რაკენი? დაებარესანი ვრე მასარი? თალათ ვერ მოასწარ. მე მრეგი გოდრიძაი მამიწლის თავი ყოფილა და ეგ გადამიძახი და გადაველი. აბა გოდერძაიო. კენო არა და მეორე.
ვინო საერთოდ არ ვარუგდათ ბიჭო. მაგათ როდის უარ გათხოვდა. ხამე ხო გინახა. ჟუაპიო თუ რა შამპუნი ფერი ქონდა მაგით დავადი. ეგ კი არა ხაშლამა ჩამაატარა სიგრეტს რაფათა ჩანგლი ჩარჯობა ვერ მოვასწარი. არა ბოლო იგი მოვახვედე ეს ნაჭერსა მაგრამ მაინც გაიტაცეს ჩანგლიანათა რა ვინ იმუნე შობელ ზაღალი. ესე იგი მშიერი ხარ? მარავარ მოდი ადე ბიჭო თითოჭი გადავლიოთ ვანი. მოვალ ბიჭო მარაიზა. როდის მიმიტოვები ხარ ეგეთ მომენტებში სიძეო. აბა მაინც. ეგენი ვინ არიან ეგ შობელ ზაღლები იგეთით ხელი ნაჭრები იყო ხაშლამისა მაგაშ ფულ როგორ მიცემთ. მამა ერთი არა გაიმეტე ფული შობელ ზაღალოში. არა და კარგი კაცი იყო ცხოვრებული რა. მოდი აბა გაგვიმარჯვე და კარგად ვიყოთ. გაგვიმარჯვე შენ არა. აიდე და მოვა. აი მე მამი გუდეითავი. ვიცოდი რომ ესა ეგრე დაამთავრებდა. რა საგახარ შეშობილ შენ. ვაი დანა. სპირტი ბაბა ნაჯახი ო დაიცადა ნაჯახი რა გინდა ნო. მე რა ვიშიტყვი მეყარა. გახვიეთ ფანაში ტიტრიკარა კაცი კაცო. როგორ უყურდი თორა კაცების ყურება ამ შობენ წახ. მიდი ჯო გახევებულია თუ რა მოუვიდა ჰა. მიდი ჰა. ჯო მოგენ. გავიდნენ ქალები და ეხლა მაინც გითხარ კაცო სიმართლე რა მოხდა ვინ აქცემ? მოიყიო. ჩემთვის ბიჭექი კაცო მაღაზიაში შამპანი ვსვავდი. რაბას ქალთა. ჩვენთვის ისკისებდით კაცო, ისკისებდით. ხო და ამ დროს შემოვარდა ვიღაც მუდრეგი, არაფერი ზედმეტი არ მიკადრები აგერ ცხოვრებული გოგია და მებოწმება. ой რა გოგია ჯო მე მორი გააფრინა ამონა. მე ხო და მე შემოვარდა ვიღაც მუდრეგი. იდა თუ არ გიდა ვესო ჩემი ცოლიო კაცო ჩემი ცოლიო. ვაი მუცელი მტკივა. ჩემი ცოლიო და შენო რა გიდა ამასთან ვაი მეტე და ბიჭო მოგელი. ხო როგორ გამაიყურებოდა მეთქი გახსოვს? ფაგასა დაბა ვიწყებს. ლამაზი. გამختარი იყო. ნებიერი თვალები ქონდა. სასაული ქალი იყო, სასაული. კაცო, ქალი კი არა, ვინც აქცემაო, ის როგორ გამაიყურებოდა, როგორ? უი, სპაგა წავედი ახლა მე. იმას დაჭყეტილი თვალები ქონდა. ვაი დედა, დაჭყეტილი თვალები. მოგოშული სახე და საშინელი გამოხდება ქონდა კაცო საშინელი. აგიდე დავატირე, შეიძლება ოფილიყო. სახელი ხო არ უხსენებია, ჰა? რა ვიცი კაცო მე სახელი. ყბამ მიხოს მე დაცვალე, ყბა. როგორ გავიგოთ? დედა, აბა რა გითხრა? ვიცა გაბახსედა კაცო. ჰა? რომ მიწავდა? ხო. აი ესე მეუნებოდა რომ მინ ფირუზას დედა დედა ანუ მეგრელი რო ცოსამართებსო მეგრელიო. ფირუზი ერქვა ნამდვილად კი ფირუზი. ვაი მაიცა, აბა მაიცა. ესე იგი ნამდვილად ცირო ფირუზა ერქვა კაცსა? კი. და ქალს ნაირა ხო არ ერქვა? კი, ნამდვილად მასე იყო. აიდი. ბიჭო, ესე იგი შენა ჩემ ყოფილ ცოლე ჩალიჩებოდი კაცო? ამი ყოფილ ცოლზე ჩალიჩებოდი შეშობელ ძაღლო შენა. შენ ცოლს? ო, რასამბობ კაცო? რასამბობ კაცო მე მაგითად რაღაცები მარტო სცენელებში თუ გამიგოია და მინახია. ვაი, მე რა საჩერფეხებში ხარ შეშობელ ძაღლო შენა. ვაი, ვინო გაგიწე. მუცელი. აბა რომის გაკეთება რო არ ვიცი მე. ნანულას ავკითხავ. აი რა გაკეთებ ხალხო? უშავ ვერა ხედავ. ვაი, შენ რასა? რასა და მოგილასა? ვის უნახავ ბიჭო, ჩემი მოტეხილი ფულია გადაგდებული კაცი. მე მინახავს. ესე იგი ვიღაც გიჟი შემომივარდა მაღაზიაში, გიჟი. ხო და თუ მომკლან დამახჭო ხო? ვარის ხუცუცე გადაგდე. ყველა რომ მოვიდეს, გამიგავეთ ცოტა ხანი და მე ვიცი რა უნდა გავაკეთო. აიდი და აიდე და შინაფერი აი უყურე და მე ვიცხარი მე საყედური და მე ეჭვები საჭუბანია იმას. ჯერა მოკლან და მე რეუ.